ფულემ. არ მისმის რას ველოდებით, გავიგოთ ვინ არის და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთ. არდა დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე, როგორ? იმ მოღალატის გამო არ დაგადანაშაულეს? წამოდით, წამომყევით. წამოდით. კარი დაკეტე. ჯერ მეთინის დედა უნდა ვიპოვოთ. მერე ფათის ჩვენებას ჩამოვართმევთ. ხელმოწერილი ჩვენებით ალისთან შევალთ და ბრალს ავუყენებთ. ფელო მართალია, ახლა სიმშვიდე გმართებს, გასაგებია? გასაგებია. მაგკაცის ჩვენებით აპირებთ ალისთვის ბრალის საყენებას? ო, ვაპირებთ. რა იცი რომ შეშლილი არაა? იქნებ დროის მოგებას ცდილობს, იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ დაგიგმა რომ ჩვენება არ მისცეს. 24 საათიანი ვადა რამდენ ხანში იწურება? ვიდრე იმ ქალს ვიპოვით, გათენდება კიდეც. იძულებული გავხდებით გავათავისუფლოთ. ის კი შორიდან ხელს დაგვიქნევს. ფათიჰი არ გვეტყუებს. თუ გვინდა რომ აღიაროს დედამისი უნდა ვიპოვოთ. ასეა თუ ისე ის ქალი შეშლილით აიარისგან მაინც უნდა ვიხსნათ. ვერ ხედავ უკვე რამდენი ადამიანი მოიშორა თავიდან. ამ ხელა სტამბოლში მის პოვნას როგორ აპირებ? იმ ქალს არ იცნობ ომერა. მისი ფოტო გვაქვს. ფათის პირადი ნივთები რომ ჩამოართვეს მაშინ ვნახე. ელინ, ფოტო ყველა განყოფილებას გაუგზავნე. ძებნას შეუდგნენ. კარგი, ახლავე შევატყობინებ. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ეს ტიპი მარტო დავტოვოთ? აღარავის ვენდობი ომერა. სამის დავურეკავ. ყველაზე მეტად მას ვენდობი. კარგი. გეტყოდი მე დავრჩები მეთქი ომერა. მაგრამ იფიქრებ რომ საქმეს თავს უარიდება. არა, შენ წამოდი, დახმარება დაგჭირდება. ჩვენ გამოყვები მას სამი მიხედავს. მეთაურო. ტუალეტში გავალ. ჩემი ნებართვის გარეშე არ წახვიდეთ, გასაგებია? საქმე გართულდა. გამოცდილი კომისრის დახმარება დაგჭირდებათ. გასაგებია? გასაგებია? კარგი მეთაურო. შეხვედრამდე. ჩემი ძმა სადაა? ტუალეტში. სამის დაურეკე? ო, უკვე გზაშია. ამათ აქ რა უნდათ? ომერი აქ არის დედა. დედა რა ხდება, აქ რა გინდათ? არ დაგირეკეთ, ვარჩიეთ პირადად გვეთქვა. ამიტომ მოვედით. რამე მოხდა? არა, რას ამბობ? არ შეგეშინდეს. ჰუსეინი სად არის? ტუალეტშია. კარგია, ძალიან კარგი. შენთან დალაპარაკება გვინდოდა. შვილო, რატომ ვსგავართ? დავიხლებით, მოდი დავსხდეთ. დედა გამაგებინე რა მოხდა? დღეს ფატმა დეიდასთან ვიყავით. ხო, მივედით, მაგრამ ნეტა არ მივსულიყავით. გავნადგურდით, ომერ ძალიან უჭირთ. სახლი გაყინულია, ღუმელს ვერ ანთებენ. შივრები არიან. იმის გამო რომ გზის ფული არ აქვთ, ჰატიჯე 2 დღე ინსტიტუტში ვერ დადის. ძალიან შევწუხდით. ფატმა თქვენ გადანაშაულებთ. განსვენებულის საბანკო ანგარიში დავუყადაღებიათ და ეგ საწოდავები უფულოდ დარჩენილან. სახლის პატრონიც გაგდებით ემუქრებათ. რომ ნახო რა დღეში არიან ომერ, გული მოგიკვდება. გვინდა დავეხმაროთ. იცი რა მოვიფიქრეთ? ჰუსეინს საბანკო ანგარიშზე 20,000 ლირა აქვს. გამოვიტანოთ და ფატმას მივცეთ. მადლია. ჩემს ძმას ანგარიშზე 20,000 ლირა აქვს. დემეთის სწავლისთვის შეუგროვებია. მე რომ ვთხრა არ დამიჯერებს, მაგრამ შენ არ გაწყენინებს. იქნებ დაელაპარაკო, ძალიან უჭირთ. ძალიან. მოდი ასე მოვიქცეთ. იმ ფულს ხელს ნუახლებთ. კაცშვილის სწავლისთვის შეუგროვებია. ფატმა დეიდა წამოიყვანეთ და ჩემს ოთახში დააბინავეთ. დაგვთან ხმდებიან? დედა ჩემი დაარწმუნებს. ეს ფული ჰატიჯეს მიეცი. ხვალ უნივერსიტეტში წავიდეს. მათზე მე ვიზრუნებ, არ იდარდოთ. კარგი. გმადლობ. დედა, წავიდეთ. ჩვენთან წავიყვანოთ, თორემ იმ სიცივეში გაიყინებიან. დროებით, დედა. შვილო. არ მანერვიულო, თავს გაუფრთხილდი. გასაგებია? შენს გაუფრთხილდი, კარგი? კარგი. ომერ,
ჰუსეინს უთხარი სახლში მოვიდეს. მე რამდენად ღია არ გამოჩენილა. ჩვენ წავალთ. მშვიდობიან მორიგეობას გისურვებთ. მადლობ მელიქე. წამოდი შვილო. ჩქარა დედა. ამ თვეში 30%-ით მეტი გაიყიდა. მიზეზი ალბათ ახალი წლის მოახლოებაა. ყველაზე მეტ შეკვეთას საზღვარგარეთიდან ვიღებთ ელიფ. ამას ვერც წარმოვიდგენდი ლევენტ. შესანიშნავია. ეს კი ის ევროპული და არაბული ფირმებია, რომლებთანაც კონტრაქტი გავაფორმეთ. მაგრამ მამაკაცის კოლექცია ჯერ მზად არ არის. ვიცი. მაგრამ შენი ესკიზები იმდენად მოეწონათ, რომ მზად არიან კონტრაქტი წინასწარ გააფორმონ. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავად მიდის. მაგრამ ზამთრის კოლექციაზე მუშაობა ერთ თვეში უნდა დაასრულო. თორემ საახალწლო ვაჭრობაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და მოგებას ხელიდან გავუშვებთ. ვიცი, ბოლო დროს ძალიან გავზარმაცდი. ჩვენი პროდუქციის სარეკლამო სახეც უნდა შევარჩიოთ. თუ ცნობილი პიროვნება იქნება, ვეღარავინ შეგვაჩერებს. საოცარი ვინმე ხარ, ლევენტ. დიდი მადლობა. შენთვის კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, ელიფ. რა? იმედია დაგეხმარება. მითხარი. არ გეტყვი. თანაც უკვე გვიანია. დაწექი. დაწექი დაისვენე. დილით გამოგივლი, წაგიყვან და გაჩვენებ. არ ვიცი, ხვალ მეცლება თუ არა, შეიძლება საქმე გამომიჩნდეს. თანაც არც ისე გვიანია. შეიძლება შენი სიურპრიზი ახლა ვნახო. მართლა? სადაც უნდა წამიყვანო, ძალიან შორს არის? არა, აქვეა. თუ ასეა, წავიდეთ. დარდიარ კონდეს ომერ. თვალს არ მოვაშორებ. დაკითხვის ოთახში ჩემ გარდა ვერავინ შევა. მადლობთ მეთაურო. აბა თქვენ იცით, ის ქალი იპოვეთ. თქვენგან კარგ ამბავს ველოდები. წარმატებას გისურვებთ მეთაურო. თქვენც. რას ვაპირებთ? რა გეგმა გვაქვს? ჯერ ვფიქრობ. ომერ, დამხმარე ძალა არ გამოვიძახოთ? არ გვჭირდება. ჰუსეინ, წეღან აქ დედა და მელიქე იყვნენ. ფატმადეი და მოუნახულებიათ. თორმე ძალიან უჭერს. თხოვეს ჰუსეინს უთხარი ბანკში, რომ 20,000 ლირა აქვს ფატმადეი და მისცესო. რამდენი ფული გქონია? მე კი მეუბნებოდი კრედიტი ავიღეო. რაინა ჭარტალაქალია ხედავ? ადამიანს არც სამსახურში მოასვენებს და არც საფლავში. ამ შუაღამისას ამის გამო მოვიდნენ? ვისი მანქანით მივდივარ, ჩემით? არა, ჰუსეინ, ჩემით. ჩემი საყვარელი ფილმის გმირიც არ დაგვიწყებია. ესე იგი, ეს ჩემი სახელოსნო იქნება. ლევენტ, ეს მართლაც სიურპრიზია, ძალიან გამახარე, გმადლობ. აფიშა ორიგინალია, მეგობარმა ინგლისიდან ჩამომიტანა. ჟურნალებიც ახალია. ვიცი, ინტერნეტი არ გიყვარს. მოღალატე ხარ. კბილეული შემოქმედებით უნარს აძლიერებს. მეც ამ ფანქრებს ვიყენებ. სინიორ კარლო ამბობდა, დიზაინერისთვის ფანქარი ყველაზე მთავარი ატრიბუტიაო. დიდი მადლობა. ძალიან ლამაზია. არაფერს. შენ გაცილებით მეც სიმსახურებ. რადგან ასია, პირველი ყავა შენ გეკუთვნის. სუსტი თუ ძლიერი? ძლიერი. კარგი. ელიფ, კიდევ რაღაც უნდა გითხრა. ომერ ძალიან მოეწონება. ომერს? ო, შევრიგდით, რომში რომ ვიყავით. მართლა?
ეგ ისედაც ვიცით. მეგობარო ორი კოკორეჩი. მე ერთი. მე ორი. შენ არ გინდა? მეც ორი მინდა. ოღონდ წიწაკით და კიდევ 4 აირანი. მაგაზე ჩვენც ვილაპარაკეთ. ვიცით რომ თაიარი ჩვენთან შეხვედრას თავს აარიდებს, მაგრამ პროვოკაციაზე უნდა წამოვაგოთ. იქნებ შეცდომა დაუშვას. უნდა ვცადოთ. წამოვაგებ და მთელ ჯერ შენზე იყრის ომერ. შენს მომავალზე არ ფიქრობ? ერთხელ იმ სამიმ გადაგარჩინა. უფროსთან მივიდა და დაითანხმა. მეორე დამას ვეღარ შეძლებს. მაშინვე გაგაგდებენ ომერ. ამით რისი თქმა გინდა? იმის თქმა მინდა რომ თავს უნდა გაუფრთხილდე. კარგია რომ ფათიჰი დაიჭირე. მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერს იტყვის. ხელში მხოლოდ 2 საჩივარი გვიჭირავს. კარგი ვთქვათ თაიარმა დედამისი მართლაც გაიტაცა. რას იზამ? თაიარის მთელი უძრავი ქონება რომ გავჩხრიკოთ, ამისთვის მთელი თვე დაგჭირდება ომერ. დრო კი არ ითმენს. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ამას უნდა დავჯერდეთ. გავფრთხილებ თაიარს ნუ გადაიკიდებ. სულ ცოტა დარჩა გესმის? სულ ცოტა ჰუსეინ. შენ კი რას მეუბნები უკან დავიხიო? ჩემს პროფესიას ვუღალატო? ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეგ გაიგე? ო, ეგ გავიგე. თავაზობ ხელი ჩავიქნიო და თვალი დავხუჭო. ყველს პასუხი არ მომთხოვო? იცი მაგ თაიარის კისერზე რამდენი ადამიანის სოდვაა? ყოჩაღ, მე შენი დაცვა მინდა. შენ კი თვალებში მიყურებ და მე მადანაშაულებ. ყოჩაღ ომერ, ყოჩაღ. მე თქვენი უფროსი ვარ. ჩემი ნებართვის გარეშე თაიარის სახლის ჩხრეკის ორდერს პროკურორისგანაც ვერ აიღებთ. ძმაო, არავით არის ძმაო. როგორც უფროსი ისე გელაპარაკები. წადი და ვნახავ ნებართვას როგორ აიღებ. ომერ, ჰუსეინი მართალია. ერთხელ უკვე გაპატიეს, მეორეც სამუდამოდ დაკარგავს სამსახურს. მეტი სიფრთხილე გმართებს. გეყოფა ფელო, საპატიებელი მე არაფერი მჭერს. ხალხ ჩვენი იმედი აქვს. გვენდობა. ფიქრობს რომ პოლიცია კარგად მუშაობს და მშვიდად ზინავს. ქვეყანა რომ დაიქცეს, თაიარ დუნდარს მაინც დავიჭერ. შენ კი ჩემი თუ არ გჯერა და სხვანაირად ფიქრობ. წადი ძმაო, წადი. საკუთარ თავსაც გაუფრთხილდი და შენს პროფესიასაც. შენი მე არ მჯერა? სხვანაირად მევფიქრობ? თუ ასე გინდა ახლავე წავალ. მეორე პოლიციელი მინახავს, რომლებმაც სამსახურის იჯიუტის გამო დაკარგეს და იმიტომ გეუბნები. მინდა იცოცხლო, იმუშაო, ბედნიერი იყო. მაგრამ ნუ ღელავ, თუ ასეა თავს აღარ შეგაწყენ. ჰუსეინ, დამშვიდდი. ჰუსეინ, თქო არ წახვიდე. რა გაჩხუბებთ, დამშვიდდით. არა, აჯობებს წავიდეარ და თორემ ისეთ გუნებაზეა კოკორეჩის ნაცვლად ჩვენ შევჭამს. მომისმინე. ომერ შენ გაბარებ. თვალი არ მოაშორო. თუ რამე სისულელის ჩადენას დააპირებს, მაშინვე დამირეკე, გესმის? მაშინვე. ალო. ომერი დღეს შენთან მოსვლას აპირებდა. მაგრამ ხელი შეუშალებ. თუმცა მიზანს ყოველთვის აღწევს. დარწმუნებული ვარ თავს არ დაგანებებს. არა, კიცებულება არა აქვს. მაგრამ ალის უთხარი მოემზადოს. ფათიჰმა ჩაუშვა. ჩემზეც მიანიშნა, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი სახელი არ იცის. არა, ვერაფერ შეძლებენ. დაწყნარდნენ. შენ შვილსაც გამოუშვებენ და მერე გაუსწორდებენ. დამშვიდდი. და მშვიდად დაიძინენ. ჯანდაბა. ელი თუ გვიანია. სახლში წაგიყვან. თუ გინდა წადი.
აქაურობა ძალიან მომეწონა. ვიმუშავებ. უთვალავი აზრი მომივიდა და ვიდრე გამქრალა აჯობებს ფურცელზე გადავიტანო. კარს ჩავკეტავ და ვიმუშავებ. კარგი. არ მინდა ტაქსის გამოვიძახებ. ან ზია მუზაფერს დავურეკა, ვის წამიყვანს. მანქანა ფირმისაა. ანუ შენი. გამემშვიდობისა. გმადლობ. გაგაცილებ. ნუ ღელავ საუკეთესო მოდელებს შევქმნი. როგორც ომერი ამბობს ხოლმე 10-იანში მოვარტყამთ. ნახვამდის. ღამემშვიდობის. მეგობარო, სამი ჩაი მოვიტანა. ომერ, ვიცი გამიბრაზდები, მაგრამ თუ დავფიქრდებით, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით. უსეინს ნუ გადავაბიჯებთ. ეს ჩვენი საქმეა, ფელო. საქმე სხვაა და ოჯახი სხვა. ჩემი ძმა ზედმეტად ემოციურია. თუ დამჭირდება თაიერთან კიდევ მივალ. ჩვენივრად იცის, რომ ხელს ვერ შემიშლის. პროკურორია. გისმენთ, ბატონო პროკურორო. სამწუხაროდ საქმის მასალები ჯერ მზად არაა. 7 საათზე თქვენთან ვიქნები. ფათიხ დუნდარის აღიარებით ჩვენებასაც მოვიტანა. კარგი. ღამემშვიდობისა. რა გითხრა? რას მეტყოდა? აინტერესებს რა ხდება. ამ ეტაპზე თავი დავიძვრინე. რას ვაპირებთ? რას ვაპირებთ? დილის 7 საათზე ფათიხის აღიარებით ჩვენებას საქმეში ჩავდებთ და პროკურორს შევუტანთ. მართლა? რაღაც უცდით. ვიმოქმედოთ, ომერ. გითხარი რას ვაპირებთ? თაიერის სახლში შევიჭრათ? თაიერის სახლში შეჭრა საჭირო არაა. უკეთესი იდეა მაქვს. თაიერს მახეს დავუგებთ. თაიერს და მის ჯაშუშს სტარკვალზე დავაყენებთ. ჰელო, მალე რაციით გამოაცხადებთ, რომ ფათიხ დუნდარი ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაყვავს. სამიც დაგვეხმარება. ჩვენ მანქანაში ვიქნებით. დარწმუნებული ვარ. თაიერ დუნდარი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. მეთინის თავიდან მოშორებას შეეცდება. ო, მაგრამ ამით ფათიხს საფრთხე შევუქმნით. რამე რომ შეგვეშალოს, მაშინ ვემოკლავენ. ფათიხს განყოფილებიდან გამოვიყვანთ თუ არა, სამის გადავცემთ და ის დამალავს. ომერ, ვერ ხვდები კონკრეტულად რას გეგმავ. ფათიხის წასაყვანად თაიარი ხომ არ მოვა. ფაქტზე ვერ დავაკავებთ. სამაგიეროდ ერთ-ერთ ხელქვეითს მაინც დავიჭერთ. ვათქმევინებთ ფათიხის დედასა და გასაგებია. ელიფ, ღვიძავს? შენი ლოცვა დამჭირდება. ომერ, კარგად ხარ? რატომ არ გძინავს? უკვე პირველი საათია, არ დაიღალე? მართლა პირველი საათია? მუშაობაში ისე გავერთე, ვერ შევამჩნიე. სად ხარ? ჩემს სახელოსნოში. ფოტოები ხომ გამოგიგზავნე? საქმე მქონდა და ყურადღება არ მიმიქცევია. სად არის ეგ სახელოსნო? ჩემთვის არ გითქვამს. ქარაქოიში. ახლოს ყოფილ ხარ. მისამართი მითხარი და მოვალ. უნდა ვილაპარაკოთ. კარგი. მეც რაღაც უნდა გითხრა. რა მოხდა? თაიერ დუნდარი იყო ჩვენთან.
კარგი, ახლავე მოვდივარ. არ მესმის ასეთ მწარეს როგორ ჭამთ. ჩემი აირანი დავლია, ჰუსეინისაც მივაყოლე, ჩაიც დავლია და მაინც ცეცხლი მიკიდია. ხომ გითხარი არ ჭამო მეთქი? არდამ. ისმენ ომერ. არდა ფელო წაიყვანე და განყოფილებაში წადე. ფათეჰისგან მეორებითი შემოწმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეთ. ნახოთ თაიარის ჯაშუში ვინაა. მახეში უნდა გავაბათ. ფელო. შენ არის დაურეკე და ფათეჰის გადაყვანასთან დაკავშირებით სიტყვა ჩამოუგდე. მაგრამ ფრთხილად იყავი, არ დაეჭდეს. კარგი, ნუ ხელავ, ვერ გაიგებს. დაგიკავშირდებით. შენ სად მიდიხარ? გამიბრაზდები, ამის დრო არ არისო. მაგრამ ელიფი აქვე ყოფილა. თაიართან უჩხუბია. დაველაპარაკები. თანაც ასე გვიან მარტო ხომ არ წავა. გავაცილებ. რატომ უნდა გაგიბრაზდე, შეყვარებული ხარ? ერთად უნდა იყოთ, ომერ, უნდა ისაუბროთ. ყველა ჩემსავით კი არ ფიქრობს. რაზეით ინფორმაციას გავავრცელებ? მე რეალის დავურეკავ. არდა ყველა განყოფილებაში ატყობინებს. შევთანხმდით? შევთანხმდით. ესე იგი ხიდთან ვიკრიბებით. დანარჩენს ჩვენ მივხედავთ, კარგი? კარგი, შევთანხმდით. განყოფილებაში მე გამოვაცხადო? თუ რაცია თავში ჩაგარტყა? არდა, მისმენ? რა იყო? სად დაფრინავ? რაღაცას გეკითხები? ფიქრობ. გეგმაზე? გგონია პრობლემები შეგვექმნება? პირიქით, გეგმა ძალიან მომწონს, შესანიშნავია. აბა რაზე ფიქრობ? მაინტერესებს ვინ გვალადობს. ფათიხმა ხომ გვითხრა? მარტოული არა. კიდევ ვიღაც არის. შეიძლება, მაგრამ სხვა განყოფილებიდან იქნება. ჩვენი თანამშრომელია. უბრალოდ ჩვენ ვერ ხვდებით. არდა, სამივით ლაპარაკობ, ნერვებს მიშლი. სამი მართალია. აბა ვინ არის? ჰუსეინი. გეყოფა. სულ წუწუნებს და სულ გაჭირვებაზე ლაპარაკობს, ხომ ასეა? მაგრამ თურმე ბანკში 20,000 ლირა ჰქონია. ვითომ შვილისთვის აგროვებს? ადამიანმა შვილისთვის ფული რომ შეაგროვოს არ შეიძლება? ოჯახს არჩენს, ორ ბავშვს ზრდის და კიდევ 20,000 ბანკში ინახავს? საიდან? ეგ როგორი ფიქრე? მოღალატე შენ ხარ. ჰუსეინს ამდენი წელია ვიცნობთ. იმ ფულის გამო ღალატი უნდა დააბრალო? მის გაუჩინარებას რით იხსნი? კაცი კომისარია, უამრავ საქმეს იძიებს. თან ოჯახზე ზრუნავს. კარგი ფელო. მაგრამ თაიარ დუნდართან დაკავშირებით სულ მერყეობს. ერთ დღეს გვერწმუნებს თქვენ გვერდით მიგულეთო, მეორე დღეს კი ომერს ეჩხუბება. საკმარისია, გაჩუმდი. ადამიანი ძმის მომავალზე ფიქრობს. თუ ჯაშუშია ნილუფერის გადასარჩენად რატომ მოვიდოდა? თავს საფრთხეში რატომ ჩაიგდებდა? მარტივი ასახსნელია. ყურადღება რომ არ მიექცია. არ გახსოვს? სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მომისმინე? ექსულელური აზრები თავიდან ამოიგდე. ალბათ ამერიკულ ფილმებს უყურებ და ტვინი ამიტომ გაქვს არეული. არდა, შენი ნათქვამი ჰუსეინმა ან ომერმა რომ გაიგოს, გული ეთკინებათ. აღარ გაიმეორო. გასაგებია? კარგი. კარგი, გავჩუმდები ფელო. გავჩუმდები. მაგრამ აზრს არ შევიცვლი. ჯობია თვალი გაახილო და კარგად დაფიქრდე. შენ კი ჯობია სისულელეზე ფიქრს თავი დაანებო. ორი საათი და 20 წუთი. ასეთ დროს აქ რას აკეთებ? წამოდი. შეგეძლო მოგელოცა, მაგრამ შენ ხომ ძალიან ჯიუტი ხარ. დღეიდან ჩემი სახელოსნო მექნება. აქ ვიმუშავებ. ჩვენიერია. არ ვიცოდი სახელოსნო თუ გქონდა. არც მე ვიცოდი, დღეს გავიგე. როგორ? ლევენტისა და ჩემი თანამშრომლების იდეაა. სიურპრიზი მომიწყვეს. ლევენტის? ო, სიურპრიზი რა საჭირო იყო?
ელიფ, რატომ დათანხმდე? ომერ, საკუთარი ფული ხომ არ გადაუხდი ამ სახელოსნოში. ფულს ის ფირმა იხდის, რომელიც მე მეკუთვნის. ელიფ, მე ფულს არ გულისხმობ. რას აღარ აკეთებს, რომ თავი მოგაწონოს? სახელოსნოც კი მოგიწყო. შენზე ზრუნავს, ელიფ. შენი საყვარელი ფილმის აფიშა. შენ რომ გიყვარს სიყვავილები. საყვარელი შოკოლადი. შენი საყვარელი ფანქრები. მეტი რა გინდა? დასისულელია, ომერ. გამოდის, რომ შენ სოცნებებზე ყველასთან ლაპარაკობ. ლევენტი იქნება თუ მე მნიშვნელობა არ აქვს. ლევენტისთვის არაფერი მithქვამს. ალბათ ბაჰარისგან გაიგო. ფათიხ დუნდარი ჯანმრთელობის შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაყვავს. სრული მობილიზაცია ცხადდება. რა ხდება? ეკიპაჟები საყურადღებოდ. ეჭმიტანილმა ფათიხ დუნდარმა განმეორებითი სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. ოკ მეიდანის ცენტრალურ საავადმყოფოსთან დამატებითი ძალები გვესაჭიროება. ღამე მაინც გამორდა, ჰუსეინ. გაჩუნდი. არ მესმის. ოკ მეიდანის ცენტრალურ საავადმყოფოსთან დამატებითი ძალები გვჭირდება. სად მიდიხარ? სამსახურში რა გინდა? დაიძინე ნერვებს ნუ მიშლე. კარგი. ნუ ხმაურობ. დეიდა ფატმას გააღვიძე, ფუხერხულია. ელიფ, სხვა გამოსავალი არაა. რა ხდება, ფელო? ომერ, გავდივართ. კარგი, მეც მოვდივარ. ომერ, ეს ძალიან სახიფათოა. თავს საფრთხეში იგდებ, საყვარელო. რამე რომ მოგივიდეს, მოვკვდები. ელიფ, სახლში წადი და დაიძინე. დილით ვილაპარაკოთ. გემუდარები, ნუ წახვალ. ელიფ, ხვალ გნახავ. დროულად მოხვედით, ახლა დარეკოს ვაპირებდი. სადაც ფელოა იქ დაგვიანება როგორ შეიძლება? როგორ ხარ ფიქრეთ? მადლობ, კარგად. ეს გამომართვი. შენც ჩაიცვი. ჟილეთს ვერ ვიდან. მეც. ძალიან უხეშია, თანაც არ მიხდება. ბევრს ნულაპარაკობთ, ჩაიცვით. რა ხდება? ყველა თანამშრომელს გავაგებინე. ალის დავურეკე, მშვიდად მისმენდა. ეჭვი არ შეპარვია. მეთინი სამის შავაბარეთ. თავის განყოფილებაში ხავს. საგულდაგულოდ იცავენ, არი ნერვიულო. ძალიან კარგი. იმედია დამნაშავეებსაც დავიჭერთ. ხო, ელიფი როგორ არის? კარგად, სახლში წავიდა. ფიქრეთ. დაუჩქარე, საავადმყოფოში დროულად უნდა მივიდეთ. რადგან პოლიციაში ჯაშუში ყავს, მეგობრებს უკვე გააფრთხილებდა, არა? სამი საათი.
მოემზადეთ, გველოდებიან. შენმა გეგმამ გაამართლა. ხომ ხედავ, ამერიკული ფილმები ომერსაც უყვარს. ზადვართ? ზადვართ. საღამომშვიდობისა. მგონი აკუმულატორი დაჯდა. დაგვეხმარებენ? რა თქმა უნდა, ახლავე. ჯერ მანქანა გაჩერდა, მერე ფარებით ჩაქრა. ვერაფერი გავუგე, იქნებ დაგვეხმარო. ხელები მაღლა. რა გინდათ? მანქანასთან დადექი და არ გაინძრემ. ფეხები გაწიეთ, ხარა? არ გაინძრემ. კომისარო. ფეხები გაწიე. დროზე. თაიერმა გამოგზავნათ არა? მეთენის საყვანას აპირებდით? თაიერი ვინ არის? მართლა არ ვიცი კომისარო. რადგან იცი რომ კომისარი ვარ, ეგეც გეცოდინება. ხელბურკილი დაადე. არ გესმის? ხმა მოიღე. სიმართლე მითხარით, თორემ ტვინს გაგასხმევინებ. არ ვიცი თაიერი ვინ არის. ვის ბრძანებას ასრულებთ? ვინ გამოგზავნათ? ბრძანებას ნევზათი გვაძლევს. თაიერს ის იცნობს. ნევზათი სადაა? მიპასუხე, ნევზათი სადაა? წავიდა. წუხელ რაღაც მოხდა და უცებ წავიდა. დაგვირეკა და ბრძანება მოგცა. ხოდა ჩვენც წამოვედით. სად წავიდა? არ ვიცი, გეფიცებით მართლა არ ვიცი. უფროსი ხომ მყავს? იმას ეცოდინება სად არის? ასაკოვან ქალს ახსენებდნენ? ჯემალს გითხეთ. ჯემალს. ჯემალს? ადექიმ. ადექიმ. ტელეფონი სად გაქვს? ჯემალის ნომერი მითხარი. მენიუში შედით და ჯემალი მოძებნეთ. კითხე სად არის? ოღონდ არაფერი შეგამჩნიოს, გასაგებია? გასაგებია მეთქი? ვრეკავ. ალო, ჯემალ, სად ხართ? რა ხდება? ნევზათმა გითხრა დაეხმარეთო. მისამართს მესეჯით მოგწერ. მითხარი დავიმახსოვრებ. ფათიჰი, ზელიმჰანის ქუჩა. წითელი სახლია კუთხეში. კარგი, გასაგებია. ექვსი საათი. ფიქრეთ, მაის ტიპები განყოფილებაში წაიყვანენ უღელავ. კარგია. სახლის უკან ბაღია, სამნი არიან, ორი შიგნითაა, ერთი გართან დარაჯობს. არ და შენ წამოხვალ, ფელო დარჩება. ომერ, დამხმარე ეკიპაჟს დაველოდოთ. ამდენი დრო არ გვაქვს ფელო. მე და არ დაწვეყოფით. ეკიპაჟს დაელოდენ. ყურადღებით იყავი, კარგი? წავიდეთ, ომერ. ხო, წავიდეთ.
ომერ. ელი, ფაქრა გინდა. როგორ გვიპოვე? უკან მოყვებოდით. თვალთვალი ომერისგან ვისწავლე. სად არიან? ფათიჰის დედა ვიპოვეთ. იქ წავიდნენ. ელიფ, აქ ყოფნა ძალიან საშიშია. ახლავე უნდა წახვიდე ომერმა რომ დაგინახოს გაგიჟდება. ომერის დაბრუნებამდე არ წავალ ფელინ. დაწექი მეთქი. არ გაინძრე. დაწექი მეთქი. დაწექი. იარაღი მომეცი. ადექი. დროზე. მიდი. მეტი არავინაა ომერო. ხელი მომეცი. არდან, კართან კაცი გდია ბორკელი დაადე. კარგი, ახლავე. მიდი იარე. ნუგეშინიათ, პოლიციელი ვარ. ჩემი შვილი საფრთხეშია. თქვენი შვილი კარგადაა, ნუღელავთ. ახლა მასთან წაგიყვანთ, კარგი? ომერ, აქედან ჩქარა უნდა წავიდეთ, თორემ შეიძლება მოვიდნენ. არდან. ეგენი მანქანაში ჩაყარე, უკვე მოვდივარ. ნუგეშინიათ ხანი. იარეთ მეთქი. დროზე. წავალ ნახავ. ელიფ. მანქანიდან არ გადმოხვიდე, თუ ვინმე გამოჩნდება სიგნალი მომეცი და მაშინვე წადი, კარგი? გესმის? ომერი სად არის? მოდის. ერთმა გონება დაკარგა და დავტოვე. წამოდე. შეჭერდი. შეჭერდი.
ომერ. 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 მეგობარო. ომერ. სისხლი. სასწრაფო დახმარებას გამოვიძახე. ომერ. ომერ, ჩემი გესმის? ომერ, გესმის? არ მიმატოვო. გესმის? არ მიმატოვო. ძალიან მიყვარხარ. არა. 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 ომერ. ომერ. არ მიმატოვო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.